Ბრუნდით პირდაპირ ეთერში ჩვენთან სტუმრად არიან ანდრო გიგაური იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ნატალია ზაზაშვილი სოციალური მუშაკი. ვსაუბრობთ არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამაზე. მოდით დავიწყებ ძალიან მარტივი კითხვით. საერთოდ იურისტებს აქვთ ესეთი მიდრეკილება, მოიგონო უცნაური სიტყვები, განრიდება და მედიაცია. ჩვეულებრივი ადამიანების ენაზე რას ნიშნავს ეს ანდრო? მოგესალმებით, დიდი მადლობა თქვენ ეთერში მოპატიჟებისთვის. განრიდება არის ქართულ ლექსიკონში სიტყვა, რომელიც დამკვიდრდა სულ რაღაც 1 წლის წინ და ეს ნიშნავს არასრულწლოვანის გადამისამართებას, ანუ მის არ გაგზავნას ციხეში, არამედ მის მიმართ ალტერნატიული ღონისძიებების გამოყენებას, როგორც არის თქვა სოციალურ მუშაკთან ერთად მუშაობა და დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურება ალტერნატიული ფორმით. მედიაციაც ახალი, შედარებით ახალი ტერმინია, თუმცა მედიაციას საფუძველი ადრე ჩაეყარა, ისტორია მედიაცია საკმაოდ გრძელი აქვს, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში და ძირითადად მოიცავს ორ მხარეს შორის შერიგებას სპეციალურად ამისთვის დატრენინგებული ადამიანის მიერ, რომელიც უსმენს ორივე მხარეს, შემდეგ ორივე მხარე ერთმანეთს ესაუბრება და საერთო გადაწყვეტილებას პოულობენ. მახშევს ძალიან გაუკვირდებოდ, რომ გაიგოთ, რომ ესენი სპეციალურად დატრენინგებული. ესეთი ტერმინით მოიცე. კარგი, ეხლა მაშინ როგორ მუშაობს განრიდება და მედიაცია რეალურად საქართველოში? რას გულისხმობს აქ? პირველ რიგში 15 ნოემბერს ერთი წელი შესრულდება, რაც განრიდების და მედიაციის პროგრამა დავიწყეთ. ეს პროგრამა პილოტურ რეჟიმში მიმდინარეობდა აქამდე და ამის იქით უკვე პილოტური რეჟიმი აღარ გვექნება და გავავრცელებთ უფრო მეტ ქალაქში, საქართველოს უფრო მეტ ქალაქში, სანამ მთელი ტერიტორია ქვეყნის არ დაიფარება ამ პროგრამის მოქმედებით. ახლა არ მოქმედებს. ეხლა მოქმედებს თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში და სამტრედიაში, ყველაზე დიდ ქალაქებში მოქმედებს, თუმცა ჩვენი საბოლოო მიზანია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოქმედებდეს. ეს არის ინოვაციური პროგრამა, რომელიც ჩვენ შევქმნით, ეს არის ქართული მოდელი, თუმცა გამოცდილება ბუნებრივია ვნახეთ როგორც დასავლეთ ევროპული, ასევე ამერიკის, კანადის, ახალი ზელანდიის გამოცდილება. ძალიან მარტივად რო ვთქვათ, განრიდება არის პროგრამა, რომლის ფარგლებში არასრულწლოვანი, რომელმაც ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, თუ ის პასუხობს იმ კრიტერიუმებს, რომლებიც პროგრამას გააჩნია, ხდება ამ არასრულწლოვანის გადამისამართება, სოციალური მუშაკი ქმნის არასრულწლოვანის ბიოფსიქოსოციალურ პორტრეტს და ამის შესაბამისად ის გადის რეაბილიტაციის და რეინტეგრაციის პროცესში. თქვენ ქმნით ამ ბიოსოციალურ პორტრეტს და როგორ პორტრეტამდე მივალთ, რა კრიტერიუმებით ირჩევა ეს არასრულწლოვანი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა? ნაკლებად პირველ ჯერზე თუ ჩაიდეს. დიახ, ეს უნდა იყოს პირველი. არა, მე ეს ვიცი სოსო, მაგრამ მინდა რომ მაყურებელს მოახსენოს ბატონო. ეს უნდა იყოს პირველად ჩადენილი ნაკლებად მძიმე დანაშაული, თქვენ სწორად ბრძანეთ. ასევე არასრულწლოვანი და აღიარებდეს დანაშაულის ჩადენას, იმიტომ რომ ბუნებრივი ასეთი გადამისამართება არ შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი არ თვლის რომ დანაშაულია, მას შეუძლია და მის მშობლებს რომ სასამართლოში წავიდნენ და ამტკიცონ არასრულწლოვანის უდანაშაულობა, თუმცა თუ არასრულწლოვანი თანახმა, შემდეგ პროკურორი იღებს ამ გადაწყვეტილებას. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება? ეს ნიშნავს, რომ სისხლისამართლის საქმე არასრულწლოვანის მიმართ აღარ იქნება, პროკურორი არ წავა სასამართლოში, არ მოითხოვს არასრულწლოვანის დასჯას, არამედ არასრულწლოვანთან იმუშავებს მედიატორი, რომელიც ქალბატონი ნატოა და სოციალური მუშაკი. არასრულწლოვანი დაზარალებულ ზიანს აუნაზღაურებს ალტერნატიული ფორმით, ანუ თუ არასრულწლოვანმა ბავშვმა დაზარალებულს დაუშავა რაღაც, თქვათ მოპარა მობილური ტელეფონი, ან მანქანის საქარემინა ჩაუნტრია, მას მიეცემა საშუალება, რომ ალტერნატიული ფორმით ეს ზიანი აანაზღაუროს. მაგალითად, თუ ეს ქალბატონი არის, თქვათ მოხუცი ქალბატონი, რომელსაც მობილური მოპარა, შეიძლება დაივალდებულოს თავი, რომ სკოლაში წასვლამდე პური აუტანოს ყოველ დღე. ანუ ეს ისეთი რაღაცაა, რაც არასრულწლოვანს შეუძლია თვითონ გააკეთოს. ან მანქანა გარეცხოს თვეში ორჯერ. ჩვენ ყავდა არასრულწლოვანი, რომელიც იყო, ვთქვათ, პროფესიონალი მოცეკვავა და რომელმაც აიღო ვალდებულება, რომ წყნეთის ბავშვთა სახლში ცეკვა ესწავლებინა ბავშვებისთვის. არის სხვადასხვა ტიპის არასრულწლოვანი, რომელიც სხვადასხვა გამომდინარე იმიდან და შესაძლებლობიდან, რასაც იმ არასრულწლოვანს აქვს თავის თავის. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არასრულწლოვანმა გაათვითცნობიეროს ის მავნე შედეგი, რომელიც მის დანაშაულმა გამოიღო და შემდეგ თავად უეცადოს, რომ ამ დანაშაულის შედეგი გამოასწოროს. ხალხო ნატალია, მედიატორის როლი და ფუნქცია როგორია ამ შემთხვევაში? მედიატორი, ხომ გახლავთ მედიატორი, პროფესიით ვარ ფსიქოლოგი და დღიდან დაწყების ამ პროგრამის ვარ ჩართული. თუმცა სოციმუშაკიც ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა ამ ყველაფერში, ესე იგი პროკურორი გადაწყვეტს, იღებს გადაწყვეტილებას, რამდენად შეესაბამება ამ ბავშვის ჩასმა ამ პროგრამაში. შემდეგ, როგორც ანდრომ გითხრათ, ერთვება სოციალური მუშაკი, რომელიც ამ პორტრეტს ადგენს და უკვე მერე ერთვება მედიატორი.
და სოციმუშაკი და პროკურორი მედიატორს გადასცემენ იმ ანგარიშვალ პასუხისგებლობების ზომებს, რომელიც მათ უკვე მოიფიქრეს ამ კონკრეტული შემთხვევისთვის. ამის მერე მედიატორი მიდის და ესე იგი ეცნობა ჯერ მოზარდს ეცნობა, გააცნობს ამ პირობებს, გაიგებს მათ აზრს, იმიტომ რომ რახან მოზარდი აუცილებელია რომ მშობელი იყოს და ან მშობელი სახეზე თუ არ არის ვიღაცა ოფიციალური მზრუნველი პირი, კანონიერი. ამის მერე მედიატორი მიდის დაზარალებულთან და მასაც აცნობს ამ პირობებს და იგებს მის შეხედულებებს ამ პირობებთან დაკავშირებით. აი ეს მაინტერესებს, ყოფილა შემთხვევა რომ დაზარალებულს უთქვამს, რომ არა, კი ჩამეტვრია საკარე მინა და არ მინდა რომ ამინას გავუროს. ეგ უნდა იჯდეს ციხეში, ეგ არის ხულიგანი, ბანდიტი, ქურდი, არ ვიცი, მამაძაღლი. ვოროტი. იყო კი. და ამ შემთხვევაში როგორ არეგულირებთ ურთიერთობას? აი ეს მაგალითად ეხა იყო ძალიან დაზარალებული ადამიანი, ძალიან კრიტიკული იყო, მეტიც მას კრიტიკული ზარბილად ვამბობ, იმიტომ რომ, რა დასამალია, შეგვიძლია ვთქვათ, ამბობდა, რომ საერთოდ არასრულწლოვანები, რომლებიც კანონს არღვევენ, ნავთი უნდა გადაასხატო, ცეცხლი წაუკიდო. აი კაცი ყოფილა, იმაგის ტელეფონის ნომერი მომწ. აი მე მინდა გითხრათ, რომ 5 წუთში ეს ადამიანი რადიკალურად სხვა პოზიციაზე დადგა და ჯერ არ იცნობდა იმ არასრულწლოვანს და ამბობდა რომ ესეთი გადასარევი ბავშვი. ამიტომ თქო რომ დაურეკოთ ახლა ამ ადამიანს ტელეფონი აღარ არის. ანდრე, თუ არის კონკრეტულად ბადები განსაზღვრული, რამდენ ხანს გრძელდება მედიაცია? ეს არის ხელშეკრულება, რომელსაც დებს არასრულწლოვანი მისი მშობელი, ასევე პროკურორი, მედიატორი და სოციალური მუშაკი. რაც თავარია დაზარალებული აწერს ხელს და ეს ხელშეკრულება შეიძლება გაგრძელდეს მაქსიმუმ 1 წლის ვადით, იმიტომ რომ ეს ხელშეკრულება იმის გარდა რომ არასრულწლოვანმა უნდა ანაზღაუროს ალტერნატიული ფორმით ზიანი, ასევე ითვალისწინებს რეაბილიტაციის ღონისძიებებს არასრულწლოვანისთვის. ძალიან ხშირად გვჭირდება ბავშვისთვის ფსიქოლოგის კონსულტაცია, ხანდახან მშობლისთვისაც, როდესაც ვთქვათ პრობლემა ოჯახში არის. ამიტომ სწორედ ამ კონსულტაციებიდან გამომდინარე შეიძლება იყოს 3 თვე, 6 თვე, მაგრამ 1 წელზე მეტი ხელშეკრულება. რამდენი ბავშვია ნატო ისათვის მოზარდი უკაცრავად ეს? უკვე 60 უახლოვდებით. აი ამ კვირაში უკვე მე-60-იც იქნება. 60. ერთადერთი საკითხი მაქვს, რომელიც ასე ვთქვათ არ გადაუჭრელია ისტორიაში, რომ თბილისელი, ბრუსთაველი, ბათუმელი და ასე შემდეგ, ანუ იმ ქალაქების ბავშვები სარგებლობენ, ესეთი მართლაც კარგი პროგრამაა თავისთავად მე ყოველ თანახმოვარ აბსოლუტურად, რომ უფრო ჰუმანური მიდგომა ჯობს, ნულოვანი ტოლერანტობა ჩემთვის არის ეს რაღაც წარმოუდგენელი ტერმინია საერთოდ. ყოველთვის ჯობს უფრო ჰუმანური იყო, მაგრამ რაღაც არ თანაბარ პირობებში ვაყენებ თვითონ ქვეყნის მოსახლეობას და გისურვებთ რომ შეიძლება მალე გავგაფართოვოთ. ძალიან კარგი შეკითხვა, ბუნებრივია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ნულოვანმა ტოლერანტობამ თავის დადებით შედეგი. მაგას დიდხანს ვიკამათებთ, მაგრამ ამიტომ არ გვინდა. შეგვიძლია ვიკამათოთ. საქართველოს მოსახლეობა ბევრად უფრო დაცულად გრძნობს თავს ვიდრე 10 წლის წინ. მაგალითად, ჩემი ოჯახის წევრებს ქუჩაში საღამოს გასვლა შეუძლიათ, როდესაც 10 წლის წინ დედაჩემი ქუჩაში. მე მეცას გეტყვით, მე ფარებსაც კი არ ვანთებ საღამოს რომ დავდივარ. განათებულია და უსაფრთხო და კარგი გზებია. მაგრამ შავი სათვალეზე იქეთ. მაგრამ ბუნებრივია ჩვენ ისე პროგრამას არ დავიწყებდით რომ საპილოტო რეჟიმში არ გაგვეშვა. საპილოტო რეჟიმი ყოველთვის არის შეზღუდული მასშტაბებით, იმიტომ რომ ჩვენთვის საპილოტო რეჟიმში მთავარი არის არ ვავნოთ არასრულწლოვანს, მაგრამ ამასთანავე პოზიტიური შედეგი ვაჩვენოთ. ბუნებრივია აქედან გამომდინარე პირველი წელი იყო საპილოტო რეჟიმში პროგრამის ჩართვა, ეს იყო ყველაზე დიდი ქალაქები საქართველოსი, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენი მიზანია რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდეს. როდისთვის ელოდებით რომ გავრცელდება მთელ ტერიტორიაზე? 2011 წლის მიწურულს ჩვენ გვაქვს პროგრამა 6 ქალაქში, მაგრამ ვფიქრობთ რომ 2012 წელს გვექნება შესაძლებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით ჩავთვალოთ პროგრამა. ბუნებრივია ჩვენთვის დაუშვებელია რომ ერთ ბავშვს ჰქონდეს ამ პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა, მეორეს არა, მაგრამ ამისთვის მთავარია რომ მოვამზადოთ ის სერვისები ბავშვებს. მე მესმის. ამისთვის გვაქვს საგრანტო პროგრამა თუ გაინტერესებთ. ერთი კითხვა კიდე თუ მიდის გენდერულ თანასწორობაზე ვლაპარაკობთ. გენდერულ თანასწორობის თვალსაზრისით ნატოსთან სტუმარს კითხვა. ნატო ეს კითხვა მაქვს თუ თავდება ხო რაღაც არის 3 თვიანი 6 თვიანი ისე შემდეგ თუ მიდის შემდეგ ამ ბავშვებთან ურთიერთობა თუ გრძელდება თუ გაქვს კონტაქტი თუ აკვირდებით მათ რამდენად დადებითად მუშაობს ეს იმ თვალსაზრისით რომ ეს ბავშვები თქვა აღარ ჩაიდენენ შემდგომში იმ დანაშაულსაც
ესე იგი, აი მედიატორის ფუნქცია გარკვეულ ეტაპზე სრულდება და ეს ძალიან საინტერესო ეტაპია. ჩვენ ესე იგი ერთჯერადი შეხვედრა გვაქვს, სადაც ყველა ერთად ვიკრიბებით, პროკურორი, სოციალური მუშაკი, მედიატორი და ეს დაზარალებული და არასრულწლოვანი და იქ ზუსტად ძალიან საინტერესო ფსიქოლოგიური თვალსაზრისით პროცესი მიმდინარეობს, აი შერიგება, რასაც მედიაცია ქვია და ამის მერე მედიატორის ფუნქცია წყდება და სოციალური მუშაკი გააგრძელებს თვალყურის დევნებას, როგორ წარიმართება ამ პასუხისმგებლობის შესრულება და ასე შემდეგ. უკვე ის დავუშვათ რა კონტაქტიც გვაქვს, ეს ფორმალურ იმას სცილდება. მაგალითად კი იყო, ესე იგი, ერთ-ერთი ბიჭუნა, რომელიც ძალიან მოწადინებული იყო სწავლისთვის, არ ჰქონდა წიგნები, მიუხედავად ამისა, მაინც კარგად სწავლობდა და ჩვენ ვთხარით, რომ აი მე 10 კლასში რო გადახვალ, აუცილებლად დაგვიკავშირდით ჩვენ სახელმძღვანელოებს გიშოვით. და ხო ისე სოციალური მუშაკი მე ახლობლები შევაწუხე რაღაცა და მივეცით ეს წიგნები და აი ამ ტიპის ურთიერთობა კი გრძელდება და მე ყოველთვის მაინტერესებს როგორ არის საქმე 5 თვის მერეც და 10 თვის მერეც. ანდრო, ერთი წელია თითქმის გრძელდება ეს პროგრამა. გასულ წელს დაიწყო 15 ნოემბერს, თუ სწორად მახსოვს თარიღი. თუ გაქვთ კონკრეტული მონაცემები, როგორ განვითარდა თქვათ იმ არასრულწლოვნების ცხოვრება, რომლებმაც უკვე გაიარეს ეს პროგრამა? დიახ, ბუნებრივია ჩვენ ამ მონაცემებს ვაგროვებთ. ერთი რაც უნდა ითქვას, ახლა საპილოტო რეჟიმში იყო, ჩვენ ძალიან ბევრი ვისწავლეთ 11 წლის განმავლობაში. მაგალითად ვისწავლეთ ის, რომ საქართველოში თქოთ არაფორმალურ სექტორში არასამთავრობო ორგანიზაციებს სჭირდება დახმარება იმისთვის, რომ ეს სერვისები გაუწიონ ბავშვებს. ამისთვის მოვიფიქრეთ საგრანტო პროგრამა, სწორედ იმ წიგნებისთვის. ჩვენ უნდა ამ ბავშვებს მივცეთ ის, რაც მათ დააკლდათ, რის გამოც იყო ჩადენილი დანაშაული. თუ ეს არის, თქვათ, რაღაცა სოციალური ტიპის პრობლემები, ჩვენ ამ ბავშვებს ჩაუტარებთ ტრეინინგებს იმისთვის, რომ ისწავლონ რაღაცა ხელობა, შემდეგ კონდეთ საშუალება, რომ იმუშაონ. ამისთვის გვაქვს რამდენიმე ძალიან კრეატიული პროგრამა. რაც შეეხება შედეგობრივად, დღეისთვის არის 56 დანაშაული ჩადენილი, 56 არასრულწლოვანი განრიდებული და მხოლოდ ერთი განმეორებით დანაშაული გვაქვს ამ 56-დან. საერთოდ დასავლეთ ევროპული მონაცემებით თუ 30%-ზე დაბალია რეციდივი, ანუ განმეორებით დანაშაული, პროგრამა ითვლება წარმატებულად. რეციდივის გაზომვა სჭირდება დაახლოებით 2 წელი, რომ გავიდეს ხელშეკრულების დასრულებით. ამიტომ მომავალი ძალიან ბევრს გვიჩვენებს, მაგრამ პირველადი შედეგებით შეიძლება ითქვას, რომ პროგრამა ძალიან წარმატებულია. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ დროზე გადახვიდეთ მთელ ქვეყანაზე, მთელი ქვეყანა ჩართოთ, ბავშვებს კი ვაფრთხილებთ, რომ თუ არ ცხოვრობ დიდ ქალაქებში, ჯერჯერობით თავი შეიკავეს. საერთოდ მე შეიკავეთ, მაგრამ ჯერ ნამდვილად ვერ მოხდები განრიდების პროგრამა. დიდი მადლობა. ცოტა ხანში კი სოხშულების ლათინო ამერიკულ ტურნეზე ვისაუბრებთ, რომელიც დასრულდა სულ ცოტა ხნის წინ. ხატი აიგიზაშვილი